რაღაც რიგზე ვერ არის იმაში თუ როგორ ფიქრობ და შენ ეს ბავშვობიდან იცი. სიჩქარე, რომლითაც შენი ტვინი საუბარს აანალიზებს მანამ, სანამ სხვები ჯერ კიდევ თავს უქნევენ. ის თუ როგორ ხედავ ხარვეს გეგმაში მანამ, სანამ მის პრეზენტაციას დაასრულებენ. უცნაური, თითქმის მტკივნეული გაცნობიერება იმისა, რომ შენ გარშემო მყოფი ადამიანების უმეტესობა სრულიად სხვა სიხშირეზე ოპერირებს. შენ ეს გრძნობა მთელი ცხოვრება ატარე და მისთვის სახელი არასდროს დაგირქმევია. დღეს შენ მიიღებ ამ სახელს და 7 ჩვევას, რომელიც მას ადასტურებს. მაგრამ აი ის ნაწილი, რომელიც შეგაშფოთებს. ბასრი გონება შენ ცხოვრებას უფრო მარტივს არ ხდის, ის მას უფრო მარტო სულს ხდის. და ამ ვიდეოს ბოლოს შენ ზუსტად გაიგებ თუ რატომ. ჩვევა პირველი. შენ ეკამათები საკუთარ თავს, სანამ სხვას შეეკამათები. ადამიანების უმეტესობა აყალიბებს მოსაზრებას და შემდეგ იცავს მას, როგორც საკუთარ ტერიტორიას. ისინი არჩობენ დროშას იმაში, რისიც პირველად ირწმუნეს და მთელ ცხოვრებას ატარებენ მათთან ბრძოლაში, ვინც ამ დროშის გადატანას ცდილობს. ისინი ამას მყარ პოზიციას უწოდებენ, მაგრამ ასე არ არის. ეს არის ინტელექტუალური სიზარმაცე, შემოსილი სიცხადის უნიფორმაში. შენ სხვა რამეს აკეთებ. თავს ესხმი საკუთარ იდეებს მანამ, სანამ ისინი შენს პირს დატოვებენ. არსებობს კოგნიტური პროცესი, რომელიც ინდივიდუალური განსხვავებების ჟურნალის კვლევარებმა პირდაპირ დაუკავშირეს უმაღლეს ანალიტიკურ ინტელექტს. ამას დიალექტიკური აზროვნება ქვია. ეს არის უნარი, დაიჭირო ორი ურთიერთსაწინააღმდეგო იდეა გონებაში ერთდროულად და შეამოწმო ორივე შეკრთომის გარეშე. არა იმისთვის, რომ იპოვო კომფორტული შუალედი, არა იმისთვის, რომ დაინახო ორივე მხარე ისე, როგორც პოლიტიკოსი აკეთებს ამას პასუხისმგებლობის ასარიდებლად, არამედ იმისთვის, რომ გულწრფელად ჩაუტარო სტრეს ტესტი საკუთარ რწმენებს, ისევე როგორც ინჟინერი ატარებს ხიდის სტრეს ტესტს, სანამ მასზე მოძრაობას დაუშვებს. გონებათა უმეტესობას ამის გაკეთება არ შეუძლია. მათთვის საკუთარი დასკვნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ღალატს ჰგავს. ეს იწვევს ღრმა, თითქმის ფიზიკურ დისკომფორტს, რასაც ფსიქოლოგები კოგნიტურ დისონანსს უწოდებენ. საშუალო ადამიანი ამ დისკომფორტს აგვარებს ერთი მხარის სწრაფად არჩევით და მეორეს იგნორირებით. შენი გონება კი არ გრთება. ზიხარ ამ დისკომფორტში. აანალიზებ საკუთარ მსჯელობას ისე, როგორც პროკურორი დაკითხავს მტრულად განწყობილ მოწმეს. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც შიდა სასამართლო დასრულდება, შენ საუბრობ. სწორედ ამიტომ გონიათ ადამიანებს, რომ შენ ნელა იღებ გადაწყვეტილებას. სწორედ ამიტომ ეშლებათ შენი აწონ-დაწონა გაუბედაობაში. სიმართლე კი საპირისპიროა. შენ უარს ამბობ. გადაწყვეტილება გაუაზრებლად მიიღო. დაფიქრდი იმაზე, რასაც ახლა იღებ. ჩვენ ცხოვრობ სამყაროში, სადაც ადამიანები ათასებს იხდიან ტანსაცმელში, ყავაში, გართობაში, მაგრამ ნულს საკუთარი გონების გაძლიერებაში. მე არ მალავ ვიდეოებს პატრიონზე, ეგ იაფფასიანი ტრიუკია, მაგრამ მუდმივად უფასოს მოხმარება გიტოვებს პასიური მსხვერპლის მენტალიტეტს. როცა შენ მატერიალურად უჯერ მხარს ამ არხს, შენ ჩემს ჯიბეს კი არ ავსებ, შენს ახალ იდენტობაში დებ ინვესტიციას. თუ მზად ხარ ამისთვის, კარი ღია. ლინკი აღწერაშია. ვაგრძელებთ. ჩვევა მეორე. შენ იცხენ ისეთ საუბრებში, რომელიც სხვებს აღელვებს. არსებობს მოწყენილობის სპეციფიკური სახეობა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სიზარმაცესთან. ეს არ არის უმოტივაციო ადამიანის მოწყენილობა. ეს არის გონების მოწყენილობა, რომელიც ამუშავებს ინფორმაციას იმაზე სწრაფად, ვიდრე მას აწვდიან. შენ განგიცდია ეს. მაგალითად, სუფრასთან ან შეხვედრაზე. ვიღაც ყვება ისტორიას, ოთახი ჩართულია, ხალხი წინ იწევა, რეაგირებს, იცინის შესაბამის მომენტებში. შენ კი უკვე 3 ნაბიჯით წინ ხარ. შენ იწინასწარმეტყველე დასასრული, დაადგინე წერტილი, რომლისკენაც მიდიან. შენ დახატე მათი არგუმენტის ტრაექტორია მანამ, სანამ მეორე წინადადებას მიაღწევდნენ. და ახლა ზიხარ და ელოდები მათ მისვლას დანიშნულების ადგილას, სადაც შენ 90 წამით ადრე მიხვედი. დევიდ რობსონმა კოგნიტური დამუშავების სიჩქარის კვლევაში აღწერა ფენომენი, რომელსაც სწრაფი პატერნების ამოცნობის სკელა უწოდა. მაღალი დამუშავების სიჩქარის მქონე ინდივიდები მხოლოდ უფრო სწრაფად კი არ ფიქრობენ, ისინი უფრო სწრაფად პროგნოზირებენ. შედეგი ის არის, რომ ჩვეულებრივი სოციალური ინტერაქციები ემსგავსება ფილმის ყურებას, რომელიც უკვე ნანახი გავს. ეს ქედმაღლობა არ არის. შენ არ აგირჩევია, რომ მოგწრენო და შენი ტვინი უბრალოდ მუშაობს სიჩქარეზე, რომელიც არ ემთხვევა საუბარს და ეს ქმნის იზოლაციის უცნაურ განცდას. ამას ვერ გამოხატავ ისე, რომ ქედმაღლად არ ჟღერდეს. ამიტომ შენ ნიღაბს იკეთებ. თავს უქნო შესაბამის ინტერვალებში, აღალბებ ჩართულობას. მაგრამ შიგნით შენი გონება მოუსვენარია. თუ ჩვეულებრივი საუბრებით იწყენ, სანამ დანარჩენი ოთახი მოჯადოებულია, ნუ გახდი ამას პათოლოგიად.
შენი მოწყენილობა დიაგნოსტიკური ინსტრუმენტია. ის გეუბნება თუ რა სიმაღლეზე ოპერირებს შენი გონება ბუნებრივად. ჩვევა მესამე. შენ იცვლი აზრს და არ გზნობ სირცხვილს. საშუალო ადამიანი აზრის შეცვლას საჯარო დამცირებად ავიკომს. მათ ურჩევნიათ დაიცვან პოზიცია, რომელიც იციან რომ ხარვეზიანია, ვიდრე გადაიხადონ მერცდებოდის თქმის სოციალური ფასი. მათი იდენტობა შედუღებულია მათ მოსაზრებებთან. მოსაზრების შეცვლა ნიშნავს იდენტობის დესტაბილიზაციას. შენ განსხვავებული ხარ. შენ შეგიცვლი აზრი იმაზე, რისიც ერთ დროს აბსოლუტური სიზუსტით გჯეროდა. პოლიტიკური პოზიციები, კარიერული გადაწყვეტილებები, ადამიანების შეფასებები და დამარცხების შეგრძნების ნაცვლად რაღაც უცნაური იგრძენი. შვება, სიცხადე, შეგრძნება როგორც ჩაჯდა ამოვარდნილი ძვალი თავის ადგილას. დენიელ კანემანმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა 10 წლეულები გაატარა ამის შესწავლაში. მან არ მოაჩინა, რომ ახალი მტკიცებულებების ფონზე willingness to update beliefs, ანუ რწმენის განახლების მზაობა, უმაღლესი განსჯის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კორელატორია. არა მშრალი IQ, არა განათლება, არა გამოცდილება. უბრალო მზაობა თქვა. მე ვცდებოდი და აი რის იმჯერა ახლა. შენი გონება არ არის მყიფე. შეგიძლია განაცალკევო ის, რისიც გჯერა, იმისგან თუ ვინ ხარ. შენ შენს მოსაზრებებს ექცევი როგორც ჰიპოთეზებს და არა როგორც ოჯახურ რელიქვიებს. და ეს გაძლევს საშუალებას იმოძრაო სამყაროში სიჩქარითა და სიზუსტით, რაც აბნევს მათ, ვინც ჯერ კიდევ გუშინდელ დასმნებს ეჭიდება. ჩვევა მეოთხე. შენ ამჩნევ რა აკლია, სანამ შეამჩნევ რა არის იქ. აი ტესტი, რომელიც განასხვავებს ბასრ გონებას საშუალოსგან. შედიხარ ოთახში. ადამიანების უმეტესობა მაშინვე აღნუსხავს იმას, რაც იქ არის. ავეჯი, ხალხი, ხმაური, ენერგია. მათი აღქმა ადიტიურია. ისინი აშენებენ რეალობას ხილული ელემენტების დაწყობით. შენი გონება კი აკეთებს საპირისპიროს. შედიხარ იმავე ოთახში და პირველი, რასაც აფიქსირებ, არის ის, რაც არ არის. ადამიანი, რომელიც იქ უნდა იყოს, მაგრამ არ არის. საუბარი, რომელიც შენი შემოსვლისას ნახევარი წამით ნაადრევად შეწყდა. დეტალი წინადადებაში, რომელსაც საეჭვოდ აუარეს გვერდი. კითხვა, რომელსაც არავინ სვამს. ამას უარყოფითი სივრცის კოგნიცია, ანუ negative space cognition ქვია. რასაც ადამიანები ირჩევენ რომ არ თქვან, თითქმის ყოველთვის უფრო მეტის მტკმელია ვიდრე ის, რასაც ამბობენ. არგუმენტიდან ამოღებული დეტალი ხშირად უფრო მეტს გეუბნება ამ არგუმენტის სისუსტეზე, ვიდრე ნებისმიერი ხარვეზი მის ლოგიკაში. მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა სტატისტიკოს აბრაამ ვალცს სთხოვეს დაედგინა, სად დაემატებინათ ჯავშანი ბომბდამშენებისთვის. სამხედროებმა შეისწავლეს მისიებიდან დაბრუნებული თვითმფრინავები და მონიშნეს, სად იყო კონცენტრირებული ტყუის ნახრეტები. ფრთები, ფიუზელაჟი, კუდი. ყველა ანალიტიკოსი ურჩევდა ამ ტერიტორიების გაძლიერებას. ვალდმა საპირისპირო თქვა. მან თქვა, გააძლიერეთ ის ადგილები, სადაც ტყუის ნახრეტები არ არის. კაბინა, ძრავები, საწვავის სისტემა. მისი მსჯელობა სასიკვდილოდ ნათელი იყო. თვითმფრინავები, რომლებსაც ისინი სწავლობდნენ, გადარჩნენ. ტყუის ნახრეტები აჩვენებდა, სად შეიძლებოდა თვითმფრინავს მოხვედროდა და მაინც ეფრინა აეროდრომამდე. ადგილები, სადაც დაზიანება არ იყო, ხელუხლებელი კი არ დარჩენილა, ეს იყო ადგილები, სადაც მოხვედრის შემთხვევაში თვითმფრინავი საერთოდ აღარ ბუნდებოდა. ყველა სხვა ანალიტიკოსმა დაინახა ის, რაც იქ იყო. ვალდმა დაინახა ის, რაც აკლდა. თუ შენი გონება ბუნებრივად მიიზიდება ნაპრალებისკენ, არარსებობისა და გამოტოვებებისკენ, შენ ოპერირებ აღქმის იმ ფორმით, რომელსაც ადამიანების უმეტესობა ვერასდროს განავითარებს. ჩვევა მეხუთე. შენ იღლები სოციალიზაციის შემდეგ. ეს ხლება არა იმიტომ, რომ ხალხი გძულს, არამედ იმიტომ, რომ მათ ამუშავებ გონებაში. არსებობს სპეციფიკური სახის დაღლილობა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ფიზიკურ დატვირთვასთან. შენ ტოვებ სადილს, შეხვედრას, ჩვეულებრივ შეკრებას და თავს გზნობ გამოფიტულად ისე, რომ ამას ძილი ვერ შველის. ადამიანებს გონიათ, რომ ინტროვერტი ხარ, გონიათ, რომ ანტისოციალური ხარ. ისინი ყველა პუნქტში ცდებიან. რაც რეალურად ხდება, ბევრად უფრო რთულია. მაშინ როცა იმ მაგიდასთან საშუალო ადამიანი ჩართული იყო ინტერაქციის ერთ შრეში, ანუ სათქმელ სიტყვებში, შენი გონება ერთდროულად 4 ან 5 პარალელურ პროცესს ატარებდა. აგვირდებოდი სიტყვებს, აანალიზებდი მიკროექსპრესიებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ამ სიტყვებს. აყალიბებდი სოციალურ დინამიკას მაგიდასთან მსხდომ ყველა ადამიანს შორის. აღნუსხავდი ტონის ცვლილებებს, პაუზებს, აშენებდი ოთახის რეალურ დროში არსებულ ფსიქოლოგიურ ჟუკას. შენ მხოლოდ არ ესწრებოდი, შენ ატარებდი მეთვალყურეობას. შენი ტვინი ხურდება, რადგან ის აწარმოებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ადამიანთა უმეტესობის სისტემებში დაინსტალირებულიც კი არ არის.
დაღლილობა არ არის ემოციური, ის გამოთვლითია. ჩვევა მე-6. შენ არაკომფორტულად გრძნობ თავს საკუთარ ინტელექტთან ერთად. ეს არის ჩვევა, რომელსაც არავინ ელის და ის, ალბათ, ჭეშმარიტად ბასრი გონების ყველაზე მკაფიო მარკერია. შენ არ დადიხარ ინტელექტუალის განცდით, პირიქით. შენ თავს გაურკვევლად გრძნობ. გრძნობ, რომ რაღაცას გამორჩი. უყურებ ადამიანებს, რომლებიც თავდაჯერებულები არიან საკუთარ ცოდნაში და გიკვირს, როგორ აკეთებენ ამას. როგორ საუბრობენ ასეთი ავტორიტეტით ისეთ რამეებზე, რაც შენი პერსპექტივით შეიცავს სირთულის შრეებს, რომლებსაც ისინი აცკი შეხებიან. ეს არ არის იმპოსტერის სინდრომი, ანუ იმპოსტორ სინდრომი. ეს არის პირდაპირი მათემატიკური შედეგი იმისა, რომ მეტი იცი. რაც უფრო მეტ სწავლობ, მით უფრო იზრდება შენი იგნორანტობის პერიმეტრი. ადამიანი, რომელმაც ეკონომიკაზე ერთი წიგნი წაიკითხა, თავს ექსპერტად გრძნობს. ადამიანი, რომელმაც 50 წაიკითხა, თავს დამწყებად გრძნობს. სულელი ხედავს სრულ სურათს, რადგან მას არასოდეს გაუხედავს ჩარჩოს მიღმა. შენ ხედავ დაუსრულებელ სურათს, რადგან იცი, რომ ჩარჩოს აზვარი არ არის. ჩვევა მე-7. შენ გაქვს ურთიერთობა დროსთან, რომელიც სხვებს აშფოთებს. შენ სიკვდილზე იმაზე მეც ფიქრობ, ვიდრე საშუალო ადამიანი. არა მორბიდულად, ანუ ავადმყოფურად, არა შფოთვით, არამედ ცივი, ნათელი გაცნობიერებით, რომ დრო არაგანახლებადი რესურსია და ადამიანების უმეტესობა მას ისე ხარჯავს, თითქოს უსასრულო მარაგი ჰქონდეთ. ეს არის ჩვევა, რომელიც ბასრ გონებას უბრალოდ განათლებული გონებისგან გამოყოფს. განათლება ავსებს გონებას. სიკვდილიანობის გაცნობიერება ლესავს მას. უყურებ ადამიანებს, როგორ ფლანგავენ საათებს გამათში, რომელსაც 6 თვეში მნიშვნელობა არ ექნება. უყურებ, როგორ დასდევენ აღიარებას ადამიანებისგან, რომლებსაც 5 წელიწადში ვეღაც გაიხსენებენ. ხედავ, როგორ დებენ ენერგიას ინტრიგებში, ჭორებში, სტატუსის თამაშებში და შენში რაღაც იკუმშება. არა განსჯით, არამედ გაოგნებით, რადგან ვერ იგებ, როგორ ვერ ხედავენ ისინი საათს. ეს არის მიზეზი, რატომაც ხანდახან შორს მყოფი ან დისტანციური ჩანხარ. ხალხს გონია, რომ ამბარტავანი ხარ. რასაც შენ სინამდვილეში აკეთებ, არის ის, რომ შერჩევითი ხარ. გაქვს შიდა ეკონომიკა, რომელიც დროს აფასებს ფულზე, სტატუსსა და სოციალურ ვალუტაზე მაღლა. და ეს ეკონომიკა გაიძულებს გააკეთო ის, რაც ხალხს აბნევს. ღონისძიებების ადრე დატოვება, უარის თმა მოწვევებზე გრძელი ახსნის გარეშე. საუბრების მოკლედ მოჯრა, როცა ისინი ინსაითების მოცემას ხვედენ. ისინი ამას ანტისოციალურს უწოდებენ. შენ კი ამას არითმეტიკას უწოდებ. დასკვნა. მარტოობის ფასი. მაშასე, შენ დაინახე ისინი. 7 ჩვევა, 7 მარკერი. ამოტვიფრული გონების ყოველდღიურ ქცევაში, რომელიც ოპერირებს იმ სიხშირეზე, რომელსაც უმეტესობა ვერ აფიქსირებს. ეს არ არის ახირებები, ეს არ არის პიროვნული დეფექტები, შემოსილი ლამაზ ენაში. ეს არის გონების ის ოპერაციული ხელმოტელები, რომელიც ამუშავებს სამყაროს იმ სიღრმითა და სიჩქარით, რომელსაც მოაქვს ძალიან კონკრეტული ფასი. მარტოობა. არა იმის მარტოობა, რომ გაშემ არავინ ყავს. მარტოობა იმის, რომ არ ყავს არავინ, ვინც ისე ოპერირებს, როგორც შენ. მარტოობა იმის, რომ ხედავ რაღაცას ნათლად და არ შეგიძლია აუხსნა ადამიანს, რომელსაც ამის მისაღებად გაყვანილობა არ აქვს. მარტოობა სამყაროში ცხოვრების, რომელიც აჯილდოებს აზრის სისწრაფეს და არა აზრის ხარისხს, დარწმუნებულობას და არა სიზუსტეს, ხმაურს და არა ინსაიტს. წლები გაატარე ფიქრში, რომ რაღაც გჭირდა, რომ შენი მოწყენილობა დეფიციტი იყო, რომ შენი დაღლილობა სისუსტე იყო. ეს არ არის წყევლა, ეს არის ფასი. მაგრამ აი ის ნაწილი, რომელიც ყველაფერს ცვლის, სამყარო ამას საჯაროდ არ აჯილდოებს. მაგრამ პირადად იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც აყალიბებენ კარიერებს, ურთიერთობებსა და მემკვიდრეობებს, ეს არის ერთადერთი რამ, რასაც მნიშვნელობა აქვს. ხმაურიანი გონება იღებს ყურადღებას. ბასრი გონება იღებს შედეგებს. პოპულარული გონება იღებს მიმდევრებს. ზუსტი გონება იღებს თავისუფლებას. შენ არ ხარ ცუდი, არ ხარ უცნაური. უბრალოდ ფხიზელი ხარ იმ ადამიანებით სავსე ოთახში, რომლებსაც ჯერ კიდევ ზძინავთ. და დისკომფორტი, რომელსაც გრძნობ, არ არის სიგნალი, რომ უკან, ძილში დაბრუნდე. ეს ხედვის ფასია. ამიტომ შემდეგ ჯერზე, როცა ვინმე გეტყვის, რომ ზედმეტს ფიქრობ, რომ ზედმეტად ინტენსიური ხარ, რომ მოდუნება გჭირდება, გაიგე რას ამბობენ ისინი სინამდვილეში. ისინი ამბობენ, რომ შენი სიხშირე მათ დისკომფორტს უქმნის. და ეს დისკომფორტი შენი მოსაგვარებელი პრობლემა არ არის. სანამ დავასრულებთ, თუ ეს შენთვის ნაცნობია, მაგრამ გინდა იცოდე, როგორ აქციო ეს ყველაფერი იარაღად და არა უბრალოდ ტვირთად, შემოგვიერთდი პატრიონზე. თუ მზად ხარ დატოვო პასიური მაყურების როლი, ლინკი აღწერაშია. შეგხვდებით ჭრილში.